საღამოშვიდობის მეგობრებო, მე მგონი ისმის ხმა, მე არ მესმის. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, როგორც წეგან გუნდში გავიარეთ, სეზონურად ვაპროტესტებთ, ხო, ჩვენ მთელი ცხოვრება იდიაში ვაპროტესტებთ და ნუ რუსთაველი ჩვენი რაღაცა სისხლით და ხორცით რაღაცა საერთო, ეს სხვა ამბავი. ნუ შევეზარდეთ რუსთაველს და პროტესტს და უკვე სეზონების მიხედვით ვითვლით რამდენი სეზონი გავატარეთ პროტესტში. ჩვენი აუდიტორია 31 მარტს ხდება 1 წლის, ამ სემესტრში უკვე გვაქვს 56 ლექცია ჩატარებული, თუმცა გვექნება იმ კვირის ბოლოს 56 ლექცია ჩატარებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, არ მოგბეზდება, ჩვენი ამოცანაა პროტესტი გავაძლიეროთ და ყველა ის ადამიანი, ვისაც ცოდნის მიღება სურს, აღმჭურვოთ და გადავცეთ ცოდნის ძალა, იარაღი, რათა გამარჯვება იყოს გარდაუვალი. ჩვენთვის ყველა ნებისმიერი სპიკერისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების თუ პარტიული კუთვნილების სპიკერისთვის ღია ჩვენი კარი, თუ აუდიტორიის წესებს ექვემდებარება, ასევე რა თქმა უნდა მსმენელებისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და არაერთხელ ვიძახით ამას, რომ ჩვენი ამოცანაა პროტესტის ეს ფორმა გახდეს კიდევ უფრო მასშტაბური, კიდევ უფრო მეტად გავაზიაროთ ერთმანეთში ის, რაც გასაზიარებელი გვაქვს, კიდევ ერთხელ შევაიარაღოთ ის, რაც გვაკლია და გამარჯვება საგარდაუვალი იქნება გუჯერა გვწამს და აი ეს ხმა ყოველდღე როცა გაისმება ხოლმე რაღაცნაირად უშვიდდებით, რომ კი დღესაც შედგა, დღესაც ქვეყანა ერთად დგას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი დღეს გამოვიდა გუშინ თუ ხვალ გამოვა 31-ში იქნება თუ მანამდე იყვნენ. ერთი ადამიანი თუ არსებობს საქართველოში, რომელსაც ოპოზიციური განწყობა აქვს, ჩვენ თითოეული ჩვენქანის ამოცანა და მისია არის ის, რომ არ გავჩერდეთ, ვისაც შეგვიძლია, არ უნდა გავჩერდეთ. ძალიან ბევრს გქონია, რომ აი აქ შეიძლება გაწყდეს, აი აქ უკვე ვეღარ შეგვიძლით, აქ რაღაცა გვაკავებს, უკვე გადავიღალეთ, უკვე ფსიქოლოგიურად, ემოციურად. ყოველდღე ამ კადრების ყურება ხო საშინელებაა რა. მოსამართლე, რომელიც აი ესე თვალდა ხელშუა მთელს ქვეყანას გვიყურებენ და გვეუბნებიან, რომ სამართალი აღარ არსებობს. როდესაც პოლიციელი აღარ არის პოლიციელი, როდესაც რა ვიცი, სახელმწიფოს არც ერთი სტრუქტურა არ მუშაობს, საღამოს დილიდან საღამომდე რუსთაველის და პროტესტის იმედზე დგას მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო გვიყურებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გამარჯვება ძალიან მალე დაგვიდგება და კიდევ ერთხელ იმას გავიმეორებ, რომ კიდევ ერთხელ გვინდა გავიაზროთ, რამხელა ბერკეტი გვექნება ამიერიდან მთელი ჩვენი ცხოვრება საზოგადოებას, ანუ სამოქალაქო საზოგადოებას ამ გამარჯვებით, რომ ვიმოქმედოთ ნებისმიერ ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ანუ რამხელაზე გავიზრდებით ამ გამარჯვებით და ეს გაზრდა გარდაუვალია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა ერთგულ მაყურებლებს, საპროტესტო აუდიტორია, Facebook-ი, YouTube-ი და TikTok-იც გავაკეთებთ მე მგონი. დროებით სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით, მე გახლავართ რევაზ აფხაზავა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ განათლების სფეროზე. მე ვარ განათლების სპეციალისტი, ასევე წარმოადგენ თავისუფლების მოედანს. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამწუხაროდ ის სივრცე, რომელიც განათლების სპეციალისტობაში, რომელიც ჩემი განათლების სპეციალისტობით შეიძლება შემევსო, სამწუხაროდ მთლიანად მოცარიელდა და თითოეული ჩვენთაგანი მიუხედავად ჩვენი პროფესიებისა, მთლიანად ვართ პროტესტში გადასულები და ჩვენი არჩევანიც ბევრი ჩვენი მეგობრის, რომლებიც სხვათაშორის გამოსვლელები იყვნენ, ჩვენ შევაჩერეთ იმაზე, რომ რაღაცა ეს პოლიტიკური მოძრაობა და შემდეგ უკვე პარტია დაგვეფუძნებინა და აი გაგვეგრძელებინა საქმიანობა, იმიტომ რომ დღეს სხვა ალტერნატივა სამწუხაროდ ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხედვით აღარ არსებობს. ხო და ბევრი ადამიანი დღეს არის ესეთ მდგომარეობაში ჩაყენებული. რაც შეეხება დღევანდელი ლექციის თემას, ხო, დღევანდელი ლექციის თემა, ლექცია არც მინდა რაღაცნაირი სიტყვა ეს ლექცია, აქ ჩვენ ვისაუბრებთ უბრალოდ და მე ძალიან მინდა რომ თქვენი მხრიდანაც დიახ არა ეს არის ხო დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა იქნება განათლება და განათლების დამორჩილება, ანუ განათლების გამოყენება პოლიტიკური ამოცანებისთვის. ხო, ცოტა ვისაუბროთ ჩვენ რაღაცა გარკვეულ წარსულზეც
და შემდეგ უკვე ვისაუბროთ დღევანდელობაზე, იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაში დღეს ვართ, რა მდგომარეობაში არის დღეს ჩვენი განათლების სისტემა და რატო არის ეს მნიშვნელოვანი. ცხადი ახლა აქ მოსული ადამიანები განათლებას უკვე აპრიორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და შესაბამისად ახლა ამის მტკიცებას ჩემი მხრიდან დიდი აზრი არ ექნება, მაგრამ ზოგადად განვიხილოთ ეს საკითხები. განათლების მიზნებზე აგერ ჩემმა კოლეგამ ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო სიმონ ჯანაშიამ ძალიან საინტერესო ლექცია შემოგთავაზეთ, ამიტომ ამ მიმართულებითაც ძალიან არ დავკონკრეტდები, ხო? რომ დავიწყოთ თავიდან ზოგადად განათლების როგორც აი ფორმალური პროცესის წარმოშობიდან განათლება ყოველთვის რაღაცა გარკვეულ მიზნებს ემსახურებოდა, ხო? ეს დაწყებული რაც მესოპოტამიიდან ძველი ცივილიზაციებიდან, ხო? ეს იქნებოდა რომი თუ საბერძნეთი, ხო? ყოველთვის განათლებას ჰქონდა რაღაც გარკვეული დანიშნულება გარდა იმისა, რომ რაღაცა გარკვეული ცოდნის გადაცემის პროცესი ყოფილიყო, ხო? იმიტომ ცოდნის გადაცემა, აი, დამეცა განათლება. გაიდანეთ, გრევანდია. ეს მე მგონი გავწიოთ არ იქნება ისე, ხო? ხო, გავწიოთ, თორე კიდე დამეცემა. არ და რომ წეგან ვამბობდი დამეცემა მეთქი. ხო, ესე ჯობია. ხო. ხო. მოკლედ განათლებას ყოველთვის ქონდა თავისი მიზნები და ამოცანები, ხო? და დაწყება აი მაგალითად საბერძნეთში, ხო, აი სპარტანული და ათენური განათლება რო შევადაროთ, ისიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ხო? მოგეხსენებათ სპარტაში უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ საბრძოლო ხელოვნებას, იქ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და ათენში შესაბამისად უფრო მეტ ფილოსოფიას და სხვა მნიშვნელოვან საგნებს მათთვის. ხო, ამის შემდეგ შუა საუკუნეებშიც განათლების გარკვეული მიზნებისთვის გამოყენებასაც ძალიან კაფიო გამოხატულება ჰქონდა, იმიტომ რომ ძირითადად განათლება რელიგიურ რელიგიურ წიაღში ვითარდებოდა და შესაბამისად პოლიტიკურ და რელიგიურ ამოცანებს ასრულებდა და ეს საქართველოშიც ასე იყო, ქართული საგანმანათლებლო აკადემიებიც მოგეხსენებათ იყო ძირითადად სასულიერო აკადემიებთან, სასულიერო როგორც არის გევათის მაგალითად იყალთოს აკადემია და ასე შემდეგ, ხო? და გარკვეულწილად ეს ყველაფერი მაგ დროისთვის იყო უფრო ელიტური, წარჩინებულთა შვილებისთვის იყო ხელმისაწვდომი და ზოგადად განათლების ელიტურობა ასეთი იყო. როდესაც განმანათლებლობის ხანა დაიწყო შემდეგ და ერის სახელმწიფოების წარმოშობა, ამ შემთხვევაში განათლება უკვე განსხვავებული დატვირთვა შეიძინა და უკვე მოევალა გარკვეულწილად მასობრივი განათლების მიმართულებისკენ წავიდა და ამ შემთხვევაში ჩვენზეც რო გადმოვიდეთ, ჩვენთან ხო აი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მოგეხსენებათ 1879 წელს დაფუძნდა 31 მარტს წეგან საუბრობდით რომ ეხლა იქნება უკვე იუბილეი, ხო და სწორედ ძალიან საინტერესო იყო ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ამოცანები, ხო, ჩვენი ეროვნული პედაგოგიკის, იდენტობის, წერა-კითხვის გავრცელება ხალხში და ნუ აი ამ სასწავლო არა მარტო სკოლების, არამედ ბიბლიოთეკების სამკითხველოების დაარსებაც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ეროვნული საქმე და შემდეგში ხა მე რაზეც ვსაუბრობთ, აი იქ უნდა დავაკვირდეთ განათლების მნიშვნელობა როგორ განისაზღვრება იმით, ვინ არიან ჩართული აი ამ განათლების პოლიტიკის, განათლების მიმართულების, განათლების სფეროს განვითარებაში, ხო? და ეს არის გარკვეულწილად ინდიკატორი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის განათლება და არ არის მხოლოდ ის ინდიკატორი, რომ რაღაცა განათლება უბრალოდ დეკლარირებულად იყოს მნიშვნელოვანი, როგორც მაგალითად ბოლო პერიოდში საქართველოში არის, რომ სადღეგრძელო დონეზე ყველანი ვამბობთ, რომ აი
განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ან თუ რამე პრობლემას ხედავთ, ვიტყვით რომ ეს პრობლემა იმიტომ არის, რომ ეს არის განათლებით განპირობებული, განათლების პრობლემებით განპირობებული ასე შემდეგ, მაგრამ თავად შიგნით განათლებაში ნაკლებად ვიყურებით ხოლმე, ხო? და მაშინ, როდესაც ერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მაშინ ეროვნული საქმის კეთებისთვის იყო, ხო? ეს გაკეთებული თლიანად ეროვნული საქმის ამ გარუსების წინააღმდეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ხო? ფრონტი გახსნილი, ილია ჭავჭავაძე ხო ჩვენ ვიცით, რომ წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში უამრავმა ადამიანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, ხო, გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, ბიზნესის წარმომადგენელი, ყველა იყო ჩართული განათლებაში, ყველაზე მთავარი ადამიანები იმ პერიოდისთვის, ხო, ეს იყო დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, იაკობ ოკებაშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ ეს ყოველს კარგად მოგეხსენებათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო. ნუ მოგეხსენებათ თქვენ ასევე, რომ რუსეთის იმპერიამაც სანამ საბჭოთა კავშირი და სანამ ეს ბოლშევიკური რევოლუცია მოხდებოდა საქართველოში, რუსეთის იმპერიას თავისი ამოცანებისთვის იყენებდა განათლებას და ძირითადად რუსიფიკაცია მიდიოდა ქართული საზოგადოებაზე, გარკვეულწილადაც ამის პასუხიც იყო წერაკითხვის, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. აი უკვე შემდეგ, როდესაც აი მარხვა განათლების დამორჩილებაზე, როდესაც ვაპარაკობთ, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მკაფიო და ქრესტომათიური მაგალითი არის საბჭოთა განათლება, ხო? ეს სხვათა შორის ბევრგან ბევრი ლექცია მომისმენია იმ ქვეყნის წარმომადგენლებისა, რომლებთანაც საბჭოური რეჟიმი არ იყო, მაგრამ ისინიც მაგალითად განათლების დამორჩილების ასახსნელად იყენებენ ხოლმე ხშირად საბჭოთა განათლების სისტემას, ხო? და ჩვენ უშუალოდ ვიყავით აი ამ განათლების სისტემის ქვეშ და აი ამ რეჟიმის ქვეშ და შემდეგ დღეს უკვე ვართ აი ამ სისტემის მემკვიდრეები. და ეს მემკვიდრეობა არის ძალიან მნიშვნელოვნად გასააზრებელი ჩვენთვის, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რა იყო მაშინ იმისათვის და რას აკეთებდნენ მაშინ და როგორი თანმიმდევრობით, როგორი მიზანმიმართულებით, როგორი დაჟინებით აკეთებდნენ ამ ყველაფერს, რომ კითხები ბოლოს რო დავსვათ უკეთესი იქნება. რომ გვექნება საშუალება აუცილებლად მე ძალიან დიდხანს არ გავაგრძელებ და მე უფრო კითხების რეჟიმში გავაგრძელოთ. თემას ქვია განათლების დამორჩილება. ხო რაც შეეხება ამის ახსნას და განმარტებას, ხო, ესეც აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ, როგორ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განათლების სისტემას საბჭოთა კავშირის დროს, ხო? ეს ამასაც ერთგვარად მიანიშნებს ის, რომ თვითონ საბჭოთა განათლების ფორმირებაში და საბჭოთა განათლების იდეოლოგიის, საბჭოთა პედაგოგიკის და სასკოლო სახალხო განათლების სისტემის შექმნაზე ფიქრობდნენ არა ვიღაც მეორე ხარისხოვანი ჩინოვნიკები ან რაღაც მეცნიერები, არამედ ყველაზე თავარი ადამიანები იმ სისტემაში, იმიტომ რომ მაგალითად ლენინს აქვს ძალიან ბევრი ნაშრომი საბჭოთა განათლებასთან დაკავშირებით და ეს იყო მისი იდეოლოგიის განუყოფელი ნაწილი. ანუ საბჭოთა კავშირში ხვდებოდნენ, რომ განათლება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და განათლების დამორჩილება, განათლების გამოყენება, განათლების ინსტრუმენტალიზაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის და თან მით უმეტეს ბოლშევიკური რეჟიმისთვის, კომუნიზმისკენ, ესე იგი, ჩქარი ნაბიჯით მიმავალი საზოგადოებისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და აქედან გამომდინარე, რაც დაწყებული ლენინიდან კრუპსკაია და ასე შემდეგ, ვინც კი იყვნენ ჩართულები, ხო, დანოები და ასე შემდეგ, ხო, სუსლოვი და სხვები, ყველა მნიშვნელოვანი პირი, რომელიც საბჭოთა კომუნისტური პარტიის მთავარი იდეოლოგები იყვნენ, ამასთანავე იყვნენ დაკავებულები განათლების სისტემის შექმნით და მისი
გამოყენებით თავიანთი ამოცანებისთვის, ხო? ვიღაც არის ადამიანები, რომლებიც ნოსტალგიით მოიხსენიებენ საბჭოთა კავშირს, ისინი ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ საბჭოთა განათლების სისტემა იყო კარგი. საბჭოთა განათლების სისტემა იყო კარგი საბჭოთა კავშირისთვის, საბჭოთა განათლების სისტემა იყო კარგი ისეთი ადამიანების აღზრდისთვის, რომლებიც იქნებოდნენ რეჟიმისადმი ლოიალურები, რომლებიც იქნებოდნენ მიჩნეულები კოლექტივს და კოლექტივიზაციას, იმიტომ რომ ინდივიდუალიზმი იყო მეორე პლანზე და გადაწეული, ასევე თავიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ინტერნაციონალი, ხო, ინტერნაციონალიზაცია, ეს მეორე სახელმწიფოების ნეოლ უკანა პლანზე გადაწევა, ათეიზმი და ეს იყო ყველაფერი ერთიანად შეფუთული შინაარსის თვალსაზრისით, ხო, ესე იგი მაკარენკო და უამრავი პედაგოგები ვიგოცკი და რა ვიცი, ძალიან ბევრი მეცნიერი იყო სხვათა შორის. არც თუ ისე ხელწამოსაკრავი, ძალიან კარგი განათლების, ძალიან დიდი ესე იგი გონებული შესაძლებლობების ადამიანები, რომლებიც შრომებზე წერდნენ. ხალხმა ამას ძალიან ბევრს მუშაობდნენ ამაზე, რომ ეს განათლების შინაარსი ყოფილიყო აი დანური, მაგალითად აი ძალიან კაცრად ცენტრალიზებულად მისი აი ერთ-ერთი დანურ შინასაც ეძახდნენ. ამას იყო მისი აი ძალიან დიდი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ აი განსაკუთრებით ჰუმანიტარულ დარგებში, რომ ეს შინაარსი ყოფილიყო ძალიან კარგად გაკონტროლებული და ცენტრალიზებულად ყველგან ერთნაირად ყოფილიყო ეს გავრცელებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ხვდებოდნენ ისინი რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას მათი საბჭოური განათლების საბჭოთა კავშირის მშენებლობისათვის, ხო, ამ საბჭოთა იმპერიის მშენებლობისათვის, ხო? მათ შორის არსებობს ლენინისა და ლუნაჩარსკის წერილები, მაგალითად ერთმანეთს ლუნაჩარსკი გახდათ პირველი სახალხო კომისარი, ანუ პირველი ასე ვთქვათ განათლების მინისტრი, ახლა დღევანდელი გაგებდით რომ ვთქვათ, რომელიც აწყობდა განათლების სისტემას, ხო? ახლა განათლების სისტემა ერთი იყო, რომ თვითონ შინაარსია ერთი და მეორე არის კიდევ ფორმა, ხო? და შინაარსი და ფორმა უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვნად დაკავშირებული ერთმანეთთან, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ მაგალითად სიტყვაზე ადამიანებს ასწავლო კრიტიკული რთულია უბრალოდ ადამიანებს ასწავლო განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება სიტყვაზე ვამბობ რაღაცნაირ შეზღუდულ გარემოში, ხო, სადაც მაგალითად განსხვავებული აზრის თქმა არ შეიძლება და ასე შემდეგ. და მე და პირიქით, ხო, როდესაც თავისუფალი გარემოა და ასე შემდეგ, კლიმატი სასკოლო, საგანმანათლებლო კლიმატის შიდა სასკოლო ურთიერთობები არის გახსნილი ამ დროს შენ ტოტალიტარული რეჟიმის მსახურს ესე ვერ გაზრდი. შესაბამისად ამ ფორმასაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელობა და გარდა იმისა, რომ შინაარსით უნდა გავლენა მოეხდინათ, ასევე უნდა გაეზარდათ ადამიანები, რომლებიც იქნებოდნენ აი ამ კოლექტივიზაციის პროცესის მონაწილეები კი არა და ჭანჭიკები იქნებოდნენ, მოკლედ აი ამ ყველაფერში და შესაბამისადაც იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი, ხო? და გარდა ამ ყველაფრისა ესეც არ აკმარეს, ხო? ამ განათლების სისტემას და პირდაპირ პარტიული სტრუქტურების ინტეგრირება მოახდინეს შიგნით და დაწყებული, ესე იგი, დაწყებითი კლასებიდან, ოქტომბრეობიდან იწყებოდა უკვე სვლა სტრუქტურულად პარტიაში გაწევრიანებისთვის, ხო? იქ ხდებოდი ჯერ ოქტომბრელი, იქ მერე პიონერი, უკვე ეჩვეოდი რაღაც აი ამ კოლექტიურ მუშაობას, ყავდა რაზმეულის ხელმძღვანელი, მერე გადადიოდი ოქტომბრელი ხდებოდი, ისა რა ქვია, კონკავშირელი, ლენინური კონკავშირის წევრი ხდებოდი და საბოლოოდ ამთავრებდი ეს პარტიული განვითარების გზა, ეს ევოლუცია მთავრდებოდა პარტიაში გაწევრიანებით და შემდეგ უკვე შიდა პარტიულ საქმიანობით. ხო, იერარქიაში, კი ბატონო.
ხო და ეს ყველაფერი იყო ხო სწავლების ფორმებიც იყო მორგებული ძალიან მნიშვნელოვნად ხო თავიდან დასაწყისში იყვნენ ჩართულები სხვათა შორის მაშინ თანამედროვე განმანათლებლები მაგრამ დროთა განმავლობაში სისტემა მიხვდა რომ უფრო უნდა ეს ჭანჭიკები უფრო მაგრად უნდა მოეჭიდა და შესაბამისად უფრო მეტად უნდა მოერგო ეს ყველაფერი თავიანთი ამოცანებისთვის ხო თან აქ იყო მნიშვნელოვანი კიდე ის საკითხი რომ ეს არ იყო რაღაცა საბჭოთა რესპუბლიკები არ იყვნენ მონოეთნიკური ბევრი სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებული ევროპის ერთობა იყო და ამ შემთხვევაში აქაც რაღაცნაირად უნდა მათთან საერთო ენის და საერთო სამუშაო ენის და საერთო სამუშაო კულტურის შექმნაზეც უნდა ეფიქრათ, იმიტომ რომ ინდუსტრიის განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება მაშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იმ თვალსაზრისით, რომ მათ თავიანთი რაღაც ეს militaristurli ამოცანებით შეესრულებინათ, იმიტომ რომ ჯარისთვის ეჭმიათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მნიშვნელოვანი ამოცანას არ მოიგინე და აქედან გამომდინარე ამას კარგად იაზრებდნენ საბჭოთა ხელისუფლებაში და ეს ძალიან წყობრი თანმიმდევრული მოკლედ სისტემა რაღაცნაირად ეს რაღაც ქარხანა მოკლედ ააგეს. ხა რაც შეეხება ჩვენ ამბავს, ხო, ჩვენ როგორ მას შემდეგ რაც მოკლედ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა, ხო, აღადგინა, რას ვაკეთებდით ჩვენ და ვინ იყო დაინტერესებული ჩვენთან განათლების სისტემით, რამდენად ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, აი ხა რაზეც ვილაპარაკე, ხო, როგორ ვინ იყვნენ ჩართულები, თქო, რომ ამბობდი რა დონის პოლიტიკური მოღვაწეები ფიქრობდნენ განათლებაზე, ხო? ეხლა შევხედოთ ჩვენ მხარეს რა ხდებოდა საქართველოში, როდესაც ჩვენ დავუბრუნეთ, აღიდგინეთ დამოუკიდებლობა. Სამწუხაროდ პირველი 10 წლების თუ არა და 2 დეკადის თითქმის განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემისთვის ფაქტიურად ვერავინ ვერ მოიცადა. ანუ ჩვენ თქვით ვიბრძოლეთ, სხვათა შორის ვიბრძოლეთ მართლა თავდაუზრუნავად და აი აქ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლეც შესწირეს ჩვენს დამოუკიდებლობას და ძალიან ბევრი ადამიანი მანამდეც შეეწირა აი ამ იდეას და მას შემდეგ რაც მოიპოვეთ დამოუკიდებლობა ჩვენ არ დავიწყეთ ფიქრი განათლების სისტემის ძლიერ ტრანსფორმაციაზე. 90-იან წლებში გასაგებია რომ არაფერზე ფიქრის დრო არავის არ ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეორეც უკვე ნაკლები აქცენტი კეთდებოდა, ნაკლებად აი ესეთი ტოპ პოლიტიკოსები ნაკლებად საუბრობდნენ განათლების პოლიტიკაზე, ნაკლებად იყო მათი ფიქრის საგანი ეს ყველაფერი. და ჩვენ გამოვიდა ის რომ თქვით რომ ჩვენ ვართ რესპუბლიკა, ჩვენ ვართ დემოკრატია და მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ საბჭოთა მოქალაქეების აღზრდა იმით, რომ საბჭოთა განათლების სისტემა არ შეცვალეთ და გვინდოდა რომ დემოკრატიული ქვეყანა აგვეშენებინა საბჭოთა ყაიდაზე აღზრდილი ადამიანებით. ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ამას რომ გავლენა არ ქონდეს ადამიანზე, ამაზე ხო ამდენ ენერგიას ხო არავინ არ დახარჯავდა რა. ამაზე სულელები ხო არ იყვნენ ის საბჭოთა კომუნისტები ხო სულელები არ იყვნენ რომ ამას აკეთებდნენ ამხელა ენერგიას ამხელა თულს ხარჯავდნენ თუ უბრალოდ უნდათ რომ აი ადამიანებმა უბრალოდ კარგი განათლება მიიღო და ესეთი ბედნიერები იყვნენ და წიგნები იკითხონ და დადგამდნენ თავიანთი ინტელექტი. ამისთვის ხო არ აკეთებდნენ ესენი და ჩვენ დაგვემართა ის რომ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თქვით რომ ესეთები უნდა ვიყოთ, ისეთები უნდა გავხდეთ, ასეთი ქვეყანა უნდა შევქმნათ, მაგრამ ის ადამიანები რომლებსაც ეს ქვეყანა უნდა შეექმნათ სამწუხაროდ არ ყავდა. არ ყავდა ის ადამიანები, ვინც მაშინ ელიტაში იყვნენ, გასაგებია დისიდენტებიც იყვნენ, სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, მაგრამ უმეტესობა უკვე იმ დამოუკიდებელ საქართველოში შრომისუნარიანი ადამიანების უმრავლესობა იყო საბჭოთა განათლების პროდუქტი. ხო, ცუდი სიტყვა. მაგრამ და ეს გავაგრძელეთ იმის მაგივრად, რომ იქვე სასწრაფოდ შეგვეცვალა ყველაფერი, რომ ეს დრო მოგვიგო, რომ ყოლოდა ადამიანები, რომლებიც შექმნიდნენ თანამედროვე ქართულ საზოგადოებას, ექნებოდა
ეროვნული იდენტობა, იქნებოდნენ მოქალაქეები, იქნებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ხო, იქნებოდა კრიტიკული აზროვნება, არ იქნებოდნენ მორჩილები და არ იქნებოდნენ ასე მოწყვლადები პროპაგანდის მხრიდან, ხო? მაგრამ ეს ამტყუარ არ გავაკეთეთ და დაგვაუწყდა ამის გაკეთება და ის იმდენად მწყობრი სისტემა იყო, რომ ინერციულად აქეთკენ მიდიოდა. ხო და ნორმალურად მთლიანად მოიშალა ეს სისტემა და განათლება ფაქტიურად საერთოდ ჩამოინგრა სასკოლო განათლების სისტემა, მაგრამ ყოველი შემთხვევაში ის ამოცანები, რაც აბდელა კავშირს ჰქონდა და განსხვავებული ჩვენი ამოცანებისგან და ჩვენი მიზნებისგან, სამწუხაროდ აი ამის სრულება მაინც ვერ მოხერხდა. ხო, ვერ მოხერხდა და დღესაც აი სულ ვამბობდით, რომ აი ესეთი პრობლემები გვექნება განათლებას თუ არ მიუხედავ და ასე შემდეგ. აი ყველაფერი ის პრობლემები, რაც დღეს არის, რაც არის ის, რომ მაგალითად ადამიანებს ატყუებენ რაღაცა ფობიებს უჩენენ, რაღაც სრულ დაპირებებს აჯერებენ, რაღაცა სიგიჟეებს შეიძლება დაარწმუნონ ადამიანები, ხო, ესეც არის სწორედ იმის ბრალი, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ მივხედეთ ჯეროვნად, ხო? რა მოხდა ეხლა ჩვენ დროს? ჩვენ ამ პერიოდში, ხო, ამ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში სულ რაღაც რამდენიმე გამონათება ჰქონდა, როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ფიქრი განათლებაზე, ხო, ეს იყო 2000-იანი წლების სადღაც შუა პერიოდი, დასაწყისი და შუა პერიოდი და მე უკვე ისევ რაღაცნაირად მოცუცხლდნენ პოლიტიკური ძალები და მიხვდნენ, რომ ეს იმას კი არ მიხვდნენ, რომ არ იქადა ეს ჩვენი ახალი ჩვენი სახელმწიფოს აღჩენებისათვის გამოვიყენოთ, არამედ მიხვდნენ, რომ კაცო ეს ინსტრუმენტი ხვალ ავიღოთ და გადავაგდოთ და დაიწყეს ამ ინსტრუმენტის აქტიურად გამოყენება. ხო, როდესაც ეს იგივე ხდება, შევარდნაძის პერიოდში და შემდეგ უკვე აი როდესაც მაგალითად ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს განათლების სისტემამ რაღაცა გარკვეული ჩარჩოები შეიძინა, რომელიც ფაქტიურად არ ქონდა, ხო? რაღაცა გაჩნდა ეროვნული მიზნები ზოგადი განათლების, რომ ბოლო რაღაცა დეკლარირება მოახდინეთ იმისი, რომ რა გვინდა, როგორ გვინდა, ეს მიზნები არა მარტო გაჩნდა, არამედ რაღაცა გარკვეული მიზნები შეიძლება მანამდეც არსებობდა, მაგრამ ეს გახდა რაღაცა განსჯის საგანი, ეროვნული თანხმობის საგანი, შემდეგ რაღაც სახელმძღვანელოებზე იბეჭდებოდა, რომ რაღაცნაირად თანმიმდევრულად რაღაცნაირი ფორმების შეძენა დაიწყო. ამან გაჩნდა ეროვნული სასწავლო გეგმა, რაღაცა სკოლებმა გარკვეული ავტონომიები შეიძინეს და ასეთი ნაბიჯები გადაიდგა ამ პირველ პერიოდში, მაგრამ როგორც კი ვხედავთ, რომ როგორც კი ეცემა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი, როგორც კი მას უკვე ხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს, უკვე დაიწყო ჩვენთანაც განათლების დამორჩილება იმ მხრივ, რომ დაიწყო ინსტრუმენტალიზაცია განათლების და მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამაც ძალიან აქტიურად დაიწყო სასკოლო განსაკუთრებით, ხო, ზოგადი განათლების მიმართულების, მათ შორის სკოლამდელიც უმაღლესი განათლებისაც ცხადია, ხო, აი ამ სისტემის გამოყენება, როგორც ელექტორალურ სათბურად, როგორც აი ამ გარკვეული მოსავლის, ელექტორალური მოსავლის აღების რაღაცა გარკვეული შესაძლებელი ფერმა გახდა, ხო, განათლების სისტემა და ეს ამოცანები ერთმანეთს ხო შეუძლებელია მოკლედ რომ თქვათ, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვამბობდეთ, რომ ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებლობიანი, კანონმორჩილი, აი ასეთი კარგი მოქალაქე, რომელიც ზრუნავს თავის განვითარებაზე, სხვის განვითარებაზე, იცავს უფლებებს, თავისას, სხვისას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვაკეთოთ და თან პარალელურად რაღაცა პარტიული ამოცანების შესრულება ვავალოთ სკოლას, გადავიყვანოთ მასწავლებლები, ვაქციოთ აგიტატორებად და იმეებად, რაღაცა ხმების მომგროვებლებად. სკოლის დირექტორები ხსნათ და ნიშნოთ პარტიული ნიშნით და მათი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, რომლებიც მერე თავის მხრივ შიგნით სასკოლაში იგივე საკეთებენ მასწავლებლებთან და ასე შემდეგ. ხო, ეს და ამან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ესეც გავითვალისწინოთ, რომ
ეს ნაციონალური მოძრაობას ძალიან ცუდად მაშინდე ხელისუფლება ძალიან ცუდად მოუბრუნდა. ძალიან ცუდად და ამან ვერ გადაარჩინა მისი ძალაუფლება, ну ცხადია კიდევ მთელი რიგი გარემოებების გამო. ეხლა რა ხდება ოცნების შემთხვევაში, როდესაც მოდის ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ხო? რაღაცა გარკვეული კოალიცია იქაც არის ძალიან ეკლექტური შემადგენლობა, სხვადასხვა წამსის ადამიანები, პოლიტიკური შეხედულების ცხადია, ამას გულისხმობ. და ამ დროსაც თავიდან რითიც იწყებს განათლების პირველი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ეს არის რომ აფუძნებს პოლიტიკური ნიშნით განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანებისთვის სპეციალურ კომისიას, რომ მათი საკითხები შეისწავლოს და რაღაცნაირად სამართლიანობა აღადგინოს. ხო, და ეს კომისია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო ჩვენ, მაგრამ სამთავრობო სექტორში მუშაობდი, მაშინ მეც მქონდა ჩვენი ორგანიზაციიდან იყო ადამიანი, მეც მქონდა შემოთავაზება, რომ ამ კომისიაში მე მუშაობ. პირველი კითხვა იყო ეს, რომ იქნებოდა თუ არა ეს კომისია მუდმივი მოქმედი. ამის მიიღე პასუხი, რომ არა, ეს იყო კომისია, რომელიც შეისწავლიდა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ გადაცდომებს. და რო ვთხარი, რომ მე ვთხარი, რატო ხართ დაზღვეულები თქვენ იმისგან, რომ ეხლა თქვენ იგივეს არ გააკეთებთ და იგივე პრობლემები არ იქნება და ასე შემდეგ, ნუ მოგდნე სიცილით. საუბედუროდ მივიღეთ ჩვენ ის, რომ ესე იგი განათლების ინსტრუმენტალიზაციის, განათლების მიტაცების, დამორჩილების და აი ამ ინსტრუმენტად ხო გამოყენების, პოლიტიკური ძალაუფლების, რაღაც ავტოკრატიის გაძლიერების, შენარჩუნების ინსტრუმენტალიზაციის რაღაცნაირ ენით აღუწერელ მასშტაბს მიაღწია დღეს უკვე განათლების სისტემა. ესეთი ჩაკეტილი სისტემა და ესეთი მხოლოდ პარტიულ ამოცანებზე ორიენტირებული სისტემა ჩვენ არ ქონია, ეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, იმიტომ რომ მე შევარნაძის პერიოდიდან მიწევს განათლების სფეროში საქმიანობა და ну რაღაცა კომუნიკაცია ყოველთვის იყო ხოლმე და ყოველთვის იყო შესაძლებელი. იყო იქ ჩაკეტილი პერიოდები მინისტრებს გააჩნია, ხო, იმიტომ რომ აქ საქართველოს მინისტრების განწყობა დამოკიდებულებებზე არის ეს როგორი იქნება განათლების პოლიტიკა, მაგრამ ეს ცალკე საკითხი, ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს მდგომარეობა რაც დღეს არის, ესეთი ჩაკეტილობა, ესეთი იზოლაციონისტური პოლიტიკა მე პირადად ნამდვილად არ მახსოვს და ის ნაბიჯები, რომლებიც დღეს გადაიდგმება ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. და ეხლა ჩვენ მე უკვე დასასრულისკენ წავალ, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აი კონკრეტულად რა მიუთითებს ხო ამ ყველაფერზე. და იმიტომ რომ ესე ზოგადად რო არ ვისაუბროთ, ხო? და დღეს საქართველოს გარდა იმისა, რომ აი ამ რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხს რო ეხლა არ გავამახვილოთ, ყურადღება რაც არის ეს ჩვენი ევროპული კურსიდან გადახრევა და ამითი უდიდესი ზიანის მიღება და ეს ზიანი რაც დრო გავა კიდევ უფრო დამძიმდება, ხო, განათლების სფეროსთან დაკავშირებით, ანუ ცხადია სხვა სფეროებშიც. აქ გარდა ამისა, თავად თვითონ პარტიული გავლენები ანგრევს მთლიანად განათლების სისტემას და ეხლა ჩვენ შეგვიძლია დავიფიქრდეთ, რამდენად აი ეს გადადგმული ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ ჩვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი, მათ ჰქონდეთ უკეთესი შესაძლებლობები, მათ ჰქონდეთ კარგი სასტარტო, თანაბარი სასტარტო პირობები და რომ არ გახდეს განათლება მხოლოდ მდიდრების, ფუფუნების საგანი და ყველა ადამიანს, მათ შორის ჩვენ შვილებსაც, მიუხედავად იმისა, ჩვენ რამდენი გვაქვს შემოსავალი, ამ ბავშვების მომავალი იყოს მათ ხელში და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ჩვენ არ ვუყურებდეთ ჩვენ შვილებს, როგორც უკვე განწირულ სიღარიბისთვის და რაღაცნაირად სოციალურ საფეხურზე ყველაზე დაბლა სოციალური საფეხურზე მომავალში მაცხოვრებლებს არ ვუყურებდეთ უკვე დღეს, ხო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად თანამედროვე სამყაროში, ხო, ყველა ცივილიზებული ქვეყანა მიხვდა იმას, რომ განათლება არის წარმატების
მნიშვნელოვანი საშუალება და ამას საქართველოს მიხვდა და ქართველების მიხვდით ამას და ნუ კიდევ უფრო კარგათაც უნდა მიხვდეთ და კიდევ უფრო კარგათაც უნდა გავიაზროთ ამის მნიშვნელობა, მაგრამ ეს არის აი ფაქტიურად მომავლის წართმევა. მაგრამ ამას ყოველდღიურობაში ჩვენ ასე არ აღვიქვათ. ჩვენ საერთოდ რაღაცნაირად უცნაურად აღვიქვათ რაღაცეებს, ხო? ამას წინათ საუბრობდით, რომ აი მაგალითად ქუჩაში რომ ვიღაცას ჩანთა გამოსტაცოს ამაზე რეაგირება გვაქვს, ხო? აი რაღაცა შეიძლება ვეჩხუბოთ, მაგრამ აი სიტყვაზე ბებიას რომ პენსიას არა აქვს ისეთი რომ წამლები იყიდოს და ამას იმიტომ არა აქვს რომ ვიღაცეები არ თმევენ ამას ამის შესაძლებლობას. აი იმაზე შეიძლება ისე ძალიან არ გაუბრაზდეთ. აი თუ რაღაცა ჩვენ თავწინ არ ხდება ჩვენ თვითონ აი ესე ფიზიკურად უშუალოდ არ გვტკივა რაღაცა აი ამ ცოტა ესეთ განზოგადებულ საკითხებს აი ნაკლებად რეაგირებთ. ამ ყველაფერზე ნაკლებად აღვიქვათ, თუ ნაკლებად ბრაზდეთ. ნუ ესეც ცალკე საკითხი არის და ამაზეც შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ აი ის რომ დღეს მაგალითად რას აკეთებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო. დღეს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ვერ აკეთებს ვერაფერს, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს სუსი და იღებს პარტია. ეხლა ეს ხო არ არის ჩემი მოგონილი ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომლებიც თავად სუსის მაღალჩინოსანმა გამოიტანა და ამ დოკუმენტებში წერია, არის ესეთი პირდაპირ ცხრილი, სადაც არის დირექტორების სახელი და გვარი, პირადი ნომერი და შემდეგ არის აღწერები, ხო და იქ არის პარტიის შეფასება და არის სუსის შეფასება. და იქ წერია, პირდაპირ ხედავთ, რომ მაგალითად დირექტორზე წერია, რომ ეს არის კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, ის არ არის რეკომენდირებული, რომ ეს იყოს დირექტორი. ეს ადამიანი არის ჩვენი მომხრე, მაგრამ არ არის საკმარისად აქტიური. გესმით რაშია საქმე, რომ აი მარტო რომ მომხრე ხარ, ეგ უკვე აღარ არის რა, ისა რა ქვია, აღარ არის საკმარისი. ეხლა თან უნდა დაარბოდო გიჟივით, ყოველს უნდა ედებოდე, რომ ეს ხმები მოუტანო იმას. ანუ ესეც კი აღარ მოწონთ უკვე რომ ისა ვიღაცაზე წერია რომ მისი დის თუ მისი ძმის თურმე ვიღაც მისი დის ქმარი არის რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. გესმით თქვენ აი თქვენი დის ქმარი არის რაღაცა პარტიის წარმომადგენელი და ამის გამო შეიძლება კი არა შენზე ამბობენ რომ შენ არ ახარ რეკომენდირებული რომ იყო დირექტორი. აი ასე დონეზე და ეხა ამ დროს განათლების სამინისტრო ვერ იღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას. მე ვიყავი მაგალითად დირექტორების შესარჩევი კონკურსის გასაუბრების კომისიაში. თავიდან თქვენს რომ მოდი აი არასამთავრობო ორგანიზაციები და წამოვედი მე მაგ კომისიიდან როდესაც მოდიოდნენ ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა ამ კომისიაზე რამდენიმე ადამიანი ვიყავით და ნუ ერთ-ერთმა ადამიანმა რომელმაც ძალიან რაღაც საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა ამაზე უცებ ვიღაცა გაუგებარი ადამიანი სამინისტროში ძალიან ხშირად მაშინ ქონდა ხოლმე რაღაც შეხება და ვიცნობთ ხა ამდენი წელი ამ სფეროში მუშაობ ბევრი არ ვართ ყველას იცნობთ და ეს რაღაც სრულიად უცნობი ადამიანი წამოდგა და ამბობს რომ არა ეს ადამიანი არის შავსიაში. ხო და აი გამიკვირდა რომ მეუთხარ ეს შავსიაში და ასე თუ რაღაც სია გაქვთ მეთქო ჩვენ რაღაც გვეძახით მაშინ აგრა. ნუ და გითხარით მეთქი მაშინ რომ რას ნიშნავს რა იქნება მართლა რაღაც არა თქვენი ხართ მეთქი და ნუ ეს აუდიტის თანამშრომელი იყო და აი მესმი შეიძლება აუდიტმა გადაამოწმა და მას რაღაცა პერმანენტულად სუა ფინანსური დარღვევები მაგალითად რაღაცა ესეც შეიძლება თქვა თან ეს ადამიანი არ არის ყოფილი დირექტორი სრულია დირექტორობის შენ სისტემაში არ ყოფილა და ამაზე მეუბნება რომ ეს პროკურატურაში მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს და ხო და მეთქი ის რა ქვია და თქვენ რას აკეთებდა მეთქი ნუ სადღაც აღმოჩნდა რომ სადღაც კადრების განყოფილებაში სადღაც მუშაობდა არაფერი ნუ რაღაცა ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი იყო და ამას რო ვკითხე თვითონ მითხრა რომ აღარ მახსოვს ზუსტად გუბერნატორის მოადგილე წინა ხელისუფლების შენ რას აკეთებდი მეთქი და მე გუბერნატორის მოადგილე ვიყავი და ნუ აი ეგეთი აბსურდამდე იყო დასული ხო რომ ეს ოდეერები წარმოიდგინე ისხდნენ იქა და გეუბნებოდნენ რომ ისა და ნუ ალბათ წამოვედი იქიდან მაგრამ ეს მე კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანეს
ეს უკვე კატასტროფამდე მივიდა, ხო? ორი ამ გასაუბრებებს უნიშნავდნენ ადამიანებს, ხო? აგერ მაია ეკალაძე, დათო ფერაძე შიმშილობდა მაია, უამრავი ადამიანია, უამრავი პროფესიონალი, წარმოიდგინეთ, დაითხოვეს მათ შორის პანდემიის დროს ადამიანები, რომ პანდემიის დროს მოხდა ისე, რომ მათ უფლებამოსილების ნაწილს დირექტორებისას უფლებამოსილების ვადა გაუვიდა. და გადაწყვიტეს ეს ხალხი დაითხოვო. გაგანია პანდემია, ესენი სიებით დარბიან, რომ ბავშვები ვის ინტერნეტი არ აქვს, ვის რა ჭირდება, ხო, ეს კატასტროფული მდგომარეობა, ბავშვები მოწყდნენ, ასოციალურები გახდნენ, ჩაკეტილები არიან სახლში, რაღაც საგანმანათლებლო პროცესი ჩავარდა, ეს დირექტორები რასაც შეუძლიათ აკეთებენ, ამ ომია. აი პირდაპირ გაგებით არის ომი, იხოცება ხალხი და ასე შემდეგ. და ამ დროს უშვებენ ნაწილ დირექტორებს უშვებენ, რომლებსაც გაუვიდათ უფლებამოსილების ვადა და ნაწილს პირადად ეუბნებიან რესურს ცენტრიდან, რომ იცი და მოდი შენ დაწერე, რომ განცხადება, რომ გთხოვ გამიგრძელოთ. ვადადან რაღაცა ნაწილს უგრძელებენ. ანუ ვინ არის ეს ნაწილი ხა, ვინც არის კრიტიკულად განწყობილი, ისინი გაუშვეს გაგანია პანდემიის დროს და ის ადამიანები, რომლებიც უკვე ლოიალურები, ისინი დატოვეს, წარმოიდგინეთ. ეს პროფესიონალი ადამიანები დარჩნენ, არც ნახვამდის უთხრეს, არც საყვედური უთხრეს, არც მადლობა უთხრეს, არაფერი არ უთხრეს, აი ესე გაგანია, აი ამ ბრძოლაში გადაყარეს ეს ადამიანები გერმანიდან. წარმოიდგინეთ რა და მერე დაიწყეს დანიშნები უпроსორი შერჩევა კანდიდატების და ეს შერჩევა კანდიდატების ისეცაც ქონდა გამოქვეყნებული შედარებები ზუსტად აი იმ სუსის კრებსებში ვიზეც იყო რეკომენდაცია რომ რეკომენდირებულია ისინი გაუშვეს სკოლებში არჩევნებში მონა ასარჩევად კანდიდატებად და ვინც დაწუნებულები იყვნენ ისინი გაუგებარი არგუმენტებით ან საერთოდ უარგუმენტოდ თან არის როგორი შეცდომები დაშვებული რომ კომისიის შემადგენლობაში ვინც ესწრებოდა ისინი საერთოდ ვინც წერია და ოქს ვინც ხელს აწერს ის ადამიანები საერთოდ არ იყვნენ ვიღაცებს საერთოდ არ უსმენდნენ აბსოლუტურად სხვა კითხვებს უსვამდნენ ანუ უკვე გადაწყლეტილი იყო ეს ყველაფერი იცოდა ესიები ადრე თუ აი ესე ვიღაცა წამოდგებოდა და ამბობდა ეხა უკვე ესიები იყო და ეს იყო ძალიან ფორმალური ნაწილი უბრალოდ გაატარეს რომ ვითომ გასაუბრება ეს არის თან გასაუბრება ძალიან ბუნდოვანი ამბავი და თან წინა გასაუბრებებზე კრიტერიუმები არ ქონდათ რომ სასამართლოში მოიგო რამდენიმე დირექტორმა და მე ეს ფორმალური კრიტერიუმები შეიმუშაოს მაგრამ ეხლა უკვე დაავიწყდათ თუ აღარც აინტერესებდათ ეს კრიტერიუმები ეხლა აღარ ქონდათ ამ ბოლოზეც აღარ ქონდათ და საერთოდ არავის არაფერი არ აინტერესებდა და უდიდესი პროტესტი მოყვა აი ამ ყველაფერს ხო რა ხდება ხო და აი ხა ამიხსენით როგორ შეიძლება სახელმწიფოს მიზნად ქონდეს დასახული განათლების სისტემის განვითარება ზრუნავდეს სკოლების განვითარებაზე და სკოლიდან უშვებდეს ადამიანებს რომლებიც არიან პროფესიონალები რომლებიც იმ სკოლაში რაღაცა ტრადიციები შექმნეს რაღაც კარგი კლიმატი ჩამოაყალიბეს უამრავ პროექტებს ახორციელებენ ჩართულ ძალიან აქტიურად მონაწილეობენ ჩართულები არიან ხო სკოლის ესენი გაუშვან და აბსოლუტურად იმ თემისთვის მიუღებელი ადამიანები დანიშნულ დირექტორებად ხო აი მათ შორის აი აგერ 21 სკოლაშიც ადამიანი მოხსნეს რომელიც იმ გარემოსთვის იმ კლიმატისთვის ხო ეს ყოფილი მე ჩემი სკოლა ხო რაღაცა უფრო მისაღები იყო გარკვეულწილად ხო არ უთხრეს საერთოდ რატო ისთვის ისი გულისთვის და ნუ მანდატური დანიშნეს სკოლის დირექტორად მანდატურების ესე საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს მაგრამ აბსოლუტურად ეს ადამიანი ამოვარდნილი იყო იმ კონტექსტიდან რომელიც იმ სკოლას ჰქონდა ხო აი ასეთ რაღაცებს ხო მე რა ხდება აბსოლუტურად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას რომელიც ყველა რა ბევრი არც იყო განათლებაზე მომუშავე მაგრამ თან გაწყვიტეს ურთიერთობა გაგვებუდნენ აი ესე პირდაპირ გაგებით აღარ გველაპარაკებოდნენ, აღარ გვენახებოდნენ. მაგალითად ერთ-ერთი, მაგრამ როგაი მე მოვიკითხე, ერთ-ერთი მინისტრი მაგალითად თავის თანამშრომლებს ვერ ხედავდნენ.
და მზეითუნა ხავს ეძახდნენ ეს თანამშრომლები ამ მინისტრს. წარმოიდგინეთ, საერთოდ გაწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა, არა და სამოქალაქო სექტორში იყო უდიდესი ექსპერტიზა დაგროვილი, ხო? მე როდესაც 2000-იან წლებში დავიწყე მუშაობა განათლების სფეროში, მაშინ არ ყავდა ჩვენ ექსპერტები და არ ყავდა ადამიანები, რომელსაც ჭკუა მოეკითხებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ყავს და დღეს ეს ადამიანები ძირითადად სამოქალაქო სექტორში არიან, ხო? და როცა ყავს კაი ადამიანი, აი ამდენი პროფესიონალი, ხო? რომელსაც შეუძლია რომ რეკომენდაციები ჩვენ მაგალითად განათლება ყავს აგერ სიკო ჯანაშია ყავს შავა ტაბატაძე ყავს აი ბევრი ადამიანი ყავს ხო იგივე აი გოტა ჭანტურია ყავს რომელიც აი ხა იზოლებულია რომ მეგაფონით დარბოდეს იმის ნაცვლად რომ იჯდეს და რაღაცა პოლიტიკის დოკუმენტებს წერდეს განათლების განვითარებაზე და ჩვენ ერთად ვიმუშაოთ მაგალითად სასკოლო კვების კვლევაზე ხო საქართველოში ამ სასკოლო კვების დანერგვაზე ეს კვლევა გავაკეთეთ მე ვეხვეწებოდით რომ იქნება აიღეთ გააკეთეთ დაგეხმარებით აგერ გლობალური კოალიცია ბავშვთა კვების სასკოლო კვების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით კი ბატონო გაუკეთეთ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემა როგორ უნდა ყოფილიყო დაუწერეთ ეს ყველაფერი რაღაცა პილოტირებები ვაკეთეთ არაფერი არ აინტერესებთ არაფერი საერთოდ დედამიწის ზურგზე არ აინტერესებთ და ასეთი ჩაკეტი და აქედან გამომდინარე იღებენ იმას რომ მილიონებს ხარჯავენ მაგალითად მასწავლებელი პროფესიული განვითარების სქემაზე მე პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე იქ ცვლიან პრინციპებზე საერთოდ რაღაცა კვაზი სქემებს იღებენ და მე ეს ყველაფერი ვარდება მე შემდეგი მინისტრი ამბობს და ამბობს რომ ეს არა ეს რა იყო არაფრად არ ვარგობდა და გეგონება რომ თვითონ და მისი გუნდი არ არის პასუხისმგებელი ამაზე რომ მილიონები დახარჯეს იმაზე რაც არ ვარგოდა და პლუს ამას აზარალეს მთლიანად განათლების სისტემა გააუქმეს ეს სქემა კი ბატონო მიიღეს ახალი მოდელი ხელფასების განაწილების ეგონათ რომ ვიღაცებს ასიამოვნებენ საერთოდ გული დაწყვიტეს და მთლიანად მოტივაცია მოუღეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიიღეს ახალი სკოლის მოდელი აკეთეს მილიონები დახარჯეს უამრავი ექსპერტი მოამზადეს ხელფასები უხადეს სკოლებში აგზავნეს და დახურეს ეს პროექტი და დაასამარეს ეს იმიტომ რომ არიან ჩაკეტილი იმიტომ კი არა ჩვენ გვინდა მაინც და მაინც რომ იქნება ვინმე თანამშრომლობს ეს კარგად იყვნენ მაგრამ როდესაც ამით საერთო საქმე თუჭდება იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკურმე არ უნდა გააკრიტიკო და ასე შემდეგ ხო და აი ამაშია საქმე სკოლები დაანგრიეს წარმოიდგინეთ აგერ იმაში რა ქვია ნაძალადებში დაანგრიეს ფაქტიურად ყველა სკოლა და ვერ ააშენეს ან მინდა აგეგმა არასაჭიროებაზე დაყრდნობით იყო არა კრიტერიუმებით შეარჩიეს და საერთოდ რაზე საერთოდ აგეგმას როგორ ახორციელებენ კაცი შუმა არ იცის არანაირი მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები არანაირი კვლევაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები და არაფერი საერთოდ აი აქედან გამომდინარე ვთქვათ ყველაფერი ისაც ვილაპარაკე და დავასრულე. აი ამას როდესაც აკეთებენ. აი როცა ესეთი რაღაცა ხდება, ნაცვლად იმისა რომ გახსნა სკოლები, ღია გახდეს სკოლა, მეტი გარე თანამშრომლობის შესაძლებლობა გახდეს სკოლებისთვის, მეტი საშუალება მივცეთ რომ მეტი პროფესიონალი შევიყვანოთ სკოლაში, მათ შორის სკოლის დირექტორებად და ეს რაღაცა უაზრო ბარიერები არ შევქმნათ პოლიტიკური ნიშნი. აი ამების გაკეთების ნაცვლად, აი ამ საშინელებებს აკეთებ. აი ხა მაინტერესებს ეს საქმე რა ასემსახურება, ემსახურება იმას რომ ჩვენი შვილები იყვნენ უფრო განათლებულები, უფრო წარმატებულები, უფრო ბედნიერები, უფრო კარგ ქვეყანაში იცხოვრონ, ჩვენი საზოგადოება უფრო განვითარდეს, ქვეყანაც უფრო განვითარდეს. ამას ემსახურება ყველაფერი ეს გადაწყვეტილებები თუ იმას რომ მათ ეს რაღაცა ავტოკრატიული რეჟიმი შეინარჩუნონ. აი ეს არის საფირწონეზე დადებული ამაზე რომ აპარატი განათლება და ის კი არა რომ არ იქადა სკოლაში იქ ეს მასწავლებელი კაია თუ ის მასწავლებელი ცუდია. აქ არის აპარატი იმაზე რომ იმისთვის რომ თვითონ გაიხანძრონ ძალაუფლება ჩვენ შვილებს წირავენ ამისთვის. აი ეს უნდა გავიაზრო და არა ის რომ ხა ცილა ცოტა უხარისხო განათლება საბოლოო ჯამში ეს უხარისხო განათლება არის ის რასაც მივყავთ იმ მეგობრებამდე რომ ჩვენი შვილები ვერ იქნებიან ბედნიერები. ჩვენი შვილები ვერ იქნებიან წარმატებულები და ვერ იქნებიან არ ექნებათ ელემენტარული საშუალება ამ ქვეყანაში და მათი შვილები ღმერთმა კარგად უყოფოთ ხო მათი შვილები იქნებიან წარმატებულები იქნებიან კაი განათლება მიღებულები ექნებათ გახსნილი ჰორიზონტები ექნებათ ყველაფერი რაც მათ უნდათ და ეს და
კი ბატონო ეს გააკეთონ ისედაც თუ აქ ფული კი ბატონო გაუშვან სადაც უნდა მაგრამ ჩვენი შვილების ხარჯზე ნუ გააკეთებენ ამას რა მგონია რომ ჩვენ ქვეყანაში განათლება ზოგადად რაღაც აი სადღეგრძელოდან ლაპარაკი დავიწყე და ისე ამით დავამთავრებ რომ განათლებაზე ლაპარაკი სადღეგრძელო არ არის განათლებაზე ლაპარაკი არის ლაპარაკი გადარჩენაზე როგორც ქვეყნის გადარჩენაზე ისე თითოეული ჩვენთაგანის გადარჩენაზე და ჩვენი შვილების გადარჩენაზე და სანამ ჩვენ ამას კარგად არ გავიგეთ და სანამ კარგად არ გავბრაზდებით ამაზე ჩვენ არაფერი არ გვეშველება მაგრამ ამ ქვეყანას აქვს რესურსი იმისი რომ ჩვენ გქონდეს უკეთესი განათლება ყავდეს კარგი მეგობრები რომლებიც ამ უკეთესი განათლების შექმნაში დაგვეხმარებიან გქონდეს კარგი სკოლები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სასტარტო პირობები შეუქმნათ ჩვენ შვილებს და ამითი ჩვენი საზოგადოებას ჩვენი ქვეყანა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მომავალი კიდევ უკეთესი გავხადოთ. სულ ეს არის რაც მინდოდა მე თქვა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ლექციისთვის ჩვენ მეგობრებს განცხადების გაკეთება უნდათ სტუდენტებს მაგრამ არ არიან აქ როგორც მივხვდი მოკლედ მე გადმოგცემთ არ ვიცი ალბათ მე გავიგეთ კიდე დეტალურად 31 წელს სტუდენტებს აქვთ სურვილი დღის განმავლობაში პარლამენტს ჯაჭვი ცოცხალი ჯაჭვი გადაართან ასე რომ რა ვიცი ინფორმაციის სახით მიიღეთ ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია ჩვენ არ გავჩერდებით ცოდნა ძალა და ცოდნა თავისუფლება გავიმარჯვებთ